გამარჯობა, გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას, სკოლის დასრულებას. მე 11 ჯერ ვდგავარ აქ ბოლოზარზე, მე 12 ჯერ დავდგები, არა, მე 18 ჯერ დავდგები სექტემბერში პირველ ზარზე და ყოველი ასეთი დღე არის ჩემთვის ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან განსაკუთრებული. ყოველთვის ვცდილობ რომ ღელვა მოუნუსხო და შევბოჭო, გითხრათ გულით ის რაც არაერთხელ მithქვავს თქვენთვის თოლში, ქარში, მზეში, წვიმაში, ხაზზე, ვარჯიშისას, ექსკურსიებისას, ალილოებზე, სპექტაკლებზე, სპორტზე და ზოგჯერ ვწერ, ზოგჯერ ესე პირდაპირ ვსაუბრობ. დღესღამე მოვფრინავდი თვითმფრინავში და ვამზადებდი აი იმ თეზისებს, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ და ყოველთვის ვცდილობ რომ დაგტენოთ რაღაცნაირად და გაგავსოთ იმ ცხოვრებისთვის, იმ ბრძოლებისთვის, იმ გამარჯვებებისთვის, რომლებიც წინ გელოდებათ. უმთავრესი რაც მოხდა ჩვენს სამშობლოში იმ წელს, როდესაც თქვენ მოგიწიათ სკოლის დამთავრება, იყო ჩვენი უდიდესი ტიტანი პატრიარქი ილიას წასვლა ამ ცხოვრებიდან და ჩვენი ახალი უსაყვარლესი უდიდესი პატრიარქი შიოს არჩევა კანონიკური წესით და ამაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში არ მომხდარა თქვენი სკოლის დამთავრების წელს და მე მგონი საქართველოში კი არ შეიძლება დედამიწაზეც არ მომხდარა წელს მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ. დამთავრდა ეპოქა გიგანტური პიროვნებისა, რომელმაც 1977 წელს, როცა მე 7 წლის ვიყავი, ჩაიბარა განადგურებული თითქმის ეკლესია და უსრულისკენ გაქანებული ურწმუნოებაში ჩავარდნილი, მატერიალიზმში ჩავარდნილი ერი და ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა უდიდესი მოლოდინები, იმედები და ბრძოლა წინ და რომელიც მთელი მისი პატრიარქობის განმავლობაში ერთდროულად ნადგურდებოდა და ინგრეოდა და შენდებოდა. ინგრეოდა და ნადგურდებოდა ყველა ის სხვა საქართველო, რომელიც არ იყო ილია მეორესთან ერთად. და შენდებოდა, მრავლდებოდა, მტკიცდებოდა, ხარობდა მხოლოდ ის საქართველო, რომელიც ჩამოეკიდა მხრებზე ამ გიგანტურ პიროვნებას. და ეს იყო ძახილი მღაღადებელისა უდაბნოსა შინა და ყველას, ვისაც მიგვეცნდა თავი მის ჯარისკაცებად, მივიღეთ ეს ძახილი ბიჭობაში, კაცობაში, ახალგაზრდობაში და დავდექით როგორც სადაც შეგვეძლო, ვისაც რა შეგვეძლო. ეს იყო ბრძოლა ერის განადგურების, შემოტრიალებისა, რომლის შუაშიც ახლა ჩვენ ვართ. მე როცა თქვენ ხელა ვიყავი, საქართველო იყო 5.4 მილიონი, ახლა დარჩა 3.5 მილიონი. დღეს სანამ მზე ჩავა, ქართველები დაასაფლავებენ დაახლოებით 150 კაცით მეტს, ვიდრე დაჰბადებენ. და ასე არის ყოველ დღე. თუ არაფერი არ შეიცვლება და ჩვენ გწამს რომ შეიცვლება, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით და ამ ქვეყანაში სხვა ჯურის ხალხი იცხოვრებს. თუ არ გვადარდებს ეს, მაშინ ნუ ვიდარდებთ ამაზე. იცხოვროს ვინმე სხვა, მილაპარაკოს სხვა ენაზე, სხვა ხალხის ისმოდეს აქ ჟრიამული, როგორც გენიოსი იტყოდა. თუ ეს გვადარდებს, დავფიქრდეთ იმაზე, რატომ არის, რომ აი თქვენ რომ ოჯახებს შექმნით თბილისში, თუ სადაც იქნება. 10 შექმნილ ოჯახში ყოველი 8 ინგრევა უკვე. წარმოგიდგენიათ? აი ახლა ეგეთი სტატისტიკა. და როგორ უნდა შეძლოთ თქვენ აირჩიოთ ისეთი მეუღლე, რომ არ დაგენგრეთ ოჯახი, არ გაშორდეთ მას, ყავდეთ ბევრი შვილები, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საზომი ადამიანის ცხოვრების წარმატებისა. სხვა ყველაფერი არის ჩალა.
კარიერაც, განათლებაც, ფულიც, ბიზნესიც, ეგ ყველაფერი რაღაცისთვის. Რაღაცა ერში ცხოვრებისთვის არის ოჯახი. არ არის ოჯახი, სხვა ყველაფერი არის ფუღურო, გამოფატრული, სიცარიელე და სისულელე. თქვენი უნივერსიტეტში განათლებას, თქვენი ატლეტური აღნაგობას, თქვენი შრომის უნარებიც, ყველაფერი ის, რასაც ამდენი წელი თქვენ აქ გასწავლიდნენ, იყო მოწოდება ჯანმრთელობისაკენ. ჯანმრთელობისაკენ არა ფიზიკურისა, თუმცა ისიც, როგორც შედეგი, მთავარი ჯანმრთელობისა, გონებრივი და სულიერი ჯანმრთელობისა. და ჩვენ არ ვიღლებოდით მთელი ეს წლები, გეხვეწებოდით ერთად ყოფნას, ვემუდარებოდით მშობლებს, ნუ გააცდენთ თვეში ერთხელ თქვენ შვილებთან ერთად შრომის გაკვეთილებს და ყველა ვინც ისმინა ეს ჩვენი ძახილი დამეთანხმება, რომ ჩვენთან ერთად ეს წლები ხარობდა თქვენი სიკარგით. და აი განზე განდგომილი მშობელი, ვინც მოგაბარეთ, ფული გადავიხადე, ესა გამიზარდეთ ბავშვი, მიეცით სერტიფიკატი, მოვალ წელიწადში ერთხელ რაღაც სპექტაკლზე და წავალ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეგეთი სკოლები ბევრია. მან აქ ეგრე არ არის. აქ თუ ხარ ამ ოჯახის წევრი, მე არც ვიცი, ალბათ ერთი 1000 ოჯახია უკვე, ვინც თავის თავში მოიაზრებს კიკეთს და იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელს, ვინც იცის მისი ჯვარედინი აზრდის ფილოსოფია, ორი ცნება, სიყვარული ღვთის მიმართ და სიყვარული მოყვასის მიმართ, ვერტიკალი და ჰორიზონტალი, რისგანაც ჯვარი იქნება. ქვევით მიწა, სპორტი, ათლეტიზმი, ზევი, ზნეობრივი სასულიერო განათლება და განვითარება ჩვენი მამების მიერ, მოყვასის დამის სიყვარული, ჰორიზონტალი, სიყვარული მოყვასისა შედგება ასევე ორი რამისგან. ცოდნა მოყვასისა, ანუ სწავლა იმ სამყაროში, რომელშიც ის ცხოვრობს და პასუხისმგებლობა მოყვასის მიმართ. ანუ შრომა, პურის ცხობა, იატაკის დაგვა და მე ბევრჯერ მithქვავს და თქვენს უმცროს კლასელებს კიდევ ვიტყვი, ვისაც ეს არ უნდა წაადით შვილებო, 200 მარტო კერძო სკოლაა თბილისში, არც ერთი თქვენთაგან ეს დაკარგვა არ მინდა, მაგრამ თუ გინდა აქ იყო, მოაწერე ხელი ამას, რომ ერთად ვაშენებთ, ერთად ვალაგებთ, ერთად ვემსახურებით ერთმანეთს. რატო? იმიტომ რომ ჩვენ დაგვიძახა ჩვენმა მამამ. ჩემი ცხოვრების აზრი ეგ არის, მაგიტო ვმუშაობ, მაგიტო ვლოცულობ, თქვენი მშობლები მაგიტო შრომობენ, ჩვენ განვეკუთვნებით იმ ნაწილს ერისა, რომელსაც ერი ქვია, რომელსაც სტკივა განადგურება, სტკივა გაქრობა და ნატრობს და არა მარტო ნატრობს, ყველაფერს აკეთებს ამ შემოტრიალებისთვის. როგორი არის ეს შემოტრიალებული საქართველო? ეს არ არის უბრალოდ აფხაზეთ და ცხინვალ დაბრუნებული, რაც ჩვენი უდიდესი ოცნებაა საქართველო. ეს არის გააზრებული ცხოვრების საქართველო, რომელშიც მე ვარ ამ წუთის სოფელში სულ ცოტა ხნით და ვემზადები მარადისობისთვის. ეს არის ერთსართულიანი მიწასთან ახლოს მყოფი საქართველო, აი როგორც აქ თქვენ ცხოვრობთ, რომლის შენებაშიც თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ცელქობაც, ახალგაზრდული შეცდომებიც, ცოდვებიც, რომელიც თან სდევს თითოეულ ჩვენთაგანს, არის რაღაცა, რაც ჩვენ გვთრგუნავს, მაგრამ რასაც ჩვენ ვთრგუნავთ, უფლისნებით, ვირცხვენთ და ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ. ჩვენი დღიდან, ჩვენი დაბადებისა, ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლამდე. და ეს არის ჩვენი ცხოვრების აზრი. აი ამ სიმდაბლეში, აი ამ აღიარებაში საკუთარი უძლურებისა და აი ამ ერთმანეთის თვალში გვერდში დგომაში. აი ასეთი სკოლიდან გადიხართ თქვენ დღეს. იმ რეალურ სამყაროში, რომელიც გელოდებათ უზარმაზარი შესაძლებლობებით და ჩასაფრებულია უდიდესი საფრთხეებით. და მე თქვენთვის არაერთხელ მithქვამს, რომ ყველაფერი შეიცვალა. აწი, როცა თქვენ მშობლებს ძინავთ და თქვენ მარტო ხართ, ბალიშზე თქვენთან ეტევა ესეთი რაღაცა და აი ამ რაღაცაში ეტევა ერთდროულად 64-ს და ჯოჯოხეთიც. აბსოლუტური საშინელებაც, რომლისგანაც თქვენ ვერაფერი ვერ დაგიცავთ, გარდა თქვენი სინდისისა, ნამუსისა და იმ სულიერი პრაქტიკებისა, იმ ცხოვრების წესისა, რომლითაც თქვენ გაგზავნეს ამ სკოლაში. მიეცემით თქვენ არევნებებს, რომლებიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს.
დაგღუნავენ ნალივით, დაგანგრევენ ჯვარექცევიათ და გაგანადგურებენ. როდესაც დაეცემით, როდესაც შეცდებით შეინანებთ, ეტყვით უფალს, მიშველე, ისევ შევცდი, წამოგაყენებთ აუცილებლად. მოგინდებათ მამებთან საუბარი, უფროს ძმებთან საუბარი, ყოველთვის აქ ავართ. ყოველთვის გთხოვთ, რომ მონახოთ დრო, მოხვიდეთ, დამეხმაროთ, დაგვეხმაროთ მე, ნიკუშას, გიოს, იკას, ვანო მასწავლებელს ჩავატაროთ ხაზი. მიიღეთ მონაწილეობა ექსკურსიებში. მამა ანდრიამ დღეს შეგვახსენა დიდებული ინიციატივა აგერ აი ამ ჩვენიერ დარბაზში დავაფუძნოთ კურსდამთავრებულთა კლუბი და თქვენ თვითონ გამართეთ ეს კლუბი, დაეხმარეთ ერთმანეთს კარიერაში, საქმეებში, გაერთეთ, კარგ მუსიკას მოусმინეთ. კარგი ფილმები ნახეთ, იყავით ერთად, იმიტომ რომ ერთად იქნებით გახარებულები. კონფლიქტებიც არის, გაუგებრობებიც არის, ცხოვრებაა, მაგრამ თავარი რაც თქვენ გაქვთ, როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებულებს, არის რა თქმა უნდა ის კულტურა, რომელიც თქვენ აქ შეიძინეთ. კულტურა, რომელიც ეფუძნება უნარს, რომ დათრგუნოთ ის სისუსტეები, რომლებიც ჯანგივით ედება თითოეულ ჩვენთაგანს და მხარი შეუყუდოთ ერთმანეთს. დღეს სკოლას ამთავრებს 8-12 კლასელი და მინდა ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ თითოეული მათგანი და დაულოცო გზა. მარიამ სალუქვაძე, ჩვენი საყვარელი გოგო, ლევანის და ლელას შვილი, ერთ-ერთი დიდი ოჯახის შვილი, პატრიარქის დისშვილი, აწი, მრავალშვილიანი ოჯახის შვილი, ამთავრებს და მიდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და უნდა იყოს, რომ გამოვიდეს დიპლომირებული მედიკოსი და ჯერ არ ვიცი აირჩია თუ არა რომელ სფეროში მიიღებს ამ სპეციალიზაციას, მაგრამ ვიცი რა მარიამის პიროვნული თვისებები დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივი ექიმი გამოვა და პასუხისმგებლობით და სიყვარულით მოეკიდება ამ პროფესიას, რომელსაც ქართველი უფლისწული ქალი მედეას სახელი ქვია, ხო? მედიცინა ვიცით, მოდის მედეასგან. ჩვენი საყვარელი ანდრია ჯანაშია, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჯანაშიების ნაკაიძეების, ამთავრებს ვერცხლის მედალით, მოდით მიულოცოთ ეს ვერცხლის მედალი ანდრიას. მადლობა უთხრათ მას და ანდრიაც რაღაცნაირად საბას თავისი ძმის კვალს დაადგა ინჟინერია. რაც ნიშნავს სამოქალაქო ინჟინერია მე არ ვიცი, მაგრამ ჩააბარა და მიემგზავრება მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აბამ გვახსახელა გერმანიაში, ისე გვასახელებს ანდრიაც იტალიაში. მერაბიკო ბოკუჩავა, ჩვენი საყვარელი ქეთუნა დონდუას შვილი, ყოფილი დირექტორის შვილი, ჩვენი ახლობელი, არაჩვეულებრივი ბიჭი, ასევე აპირებს, რომ სამოქალაქო ინჟინერიას დაეუფლოს და აბარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ნიკოლოზ მიქუჭაძე, ჩვენი ძალიან ძდილობიანი და შრომის მოყვარე კაცი, გადაწყვეტილი აქვს, რომ გამოვიდეს ფსიქოლოგი, რაც ძალიან საჭირო არის. ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ფსიქოლოგები გვჭირდება სკოლაშიც. მე არ ვაღიარებდი, ლელა არ მიწყენს და მარინა კაჭარავა არ მიწყენს. ყოველთვის ეს ფსიქოლოგები, ზიგმუნდ ფროიდი, ფსიქოთერაპიის სისტემები ძალიან საინტერესო რაღაც თქვა იმ დღეს ზაზა შავთერიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ კარლ იუნგი ფსიქოანალიზის და ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მამა, თურმე კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს, პაციენტებს, როცა მასთან მივიდოდნენ, რომ გაარკვევდა, რომ არ არიან პროტესტანტები, აგზავნიდა მოძღვრებთან თურმე ეგრევე. თქვენთვის არ არისო თქო მეუბნეო და წადითო მოძღვართანო და აი ეს ყველაფერი დანარჩენი არისო
უეკლესიო ხალხისთვისო, მაგრამ მერე პატრიარქმა აგვიხსნა, რომ აი ამ თანამედროვე სამყაროში, აი ამ სირთულეებში ფსიქოლოგია ძალიან ჭირდება თურმე თითოეულ ჩვენთაგანს და ჩვენ მადლობთ მარინა კაჭარავასაც და ლელა მუჯირსაც სკოლაში გაწეული მრავალწლიანი შრომისთვის და მუშაობისთვის ჩვენს ბავშვებთან. საგულისხმოა, რომ თუ ფსიქე ბერძნულად არის სული და ლოგოსი არის სიტყვა ან ცოდნა, ფსიქოლოგია სულის ცოდნას ნიშნავს და ეს მეცნიერება სწორედ სულის უარყოფის ხანაში დაიბადა, ხო და ნიკოლოზმა აირჩია ეს საინტერესო მიმართულება და ისევე სხვათა შორის როგორც ილიკო დონაძემ კიდევ ერთმა ჩვენმა კურსდამთავრებულმა გიორგი დონაძის და ნინო ყურაშვილის შვილმა მრავალშვილიანი დონაძეების ოჯახის, ჩვენი სკოლის ოჯახის წევრმა და აი ნიკუშა და ილიკო ერთად აბარებენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში, ანუ ისევ ამ გეოგრაფიაში დარჩებიან, აქვე ბაგებში ისწავლიან და იმედი გვაქვს, რომ არ დაგვივიწყებენ და ხშირად იქნებიან ჩვენთან. დათუნა კვირიკაშვილი, ჩვენი საყვარელი მეკოს, ჩვენი საყვარელი მერაბ კვირიკაშვილის ბიჭი, რომელიც თავის დაძმებთან ერთად, დაძმასთან ერთად მოხვდა ჩვენ სკოლაში იმ უდიდესი ტრაგედიის მერე, რაც ამ ოჯახს გადახდა. ჩვენ ყველანი გაოგნებულები ვიყავით ამითი და დათუნას მამა არის რა, ჯერ კიდე ყველაზე მეტი ქულის ავტორი, მეკულე ქართულ რაგბიში. მე არაერთხელ მithქვავს, რომ მეკომ პატრიარქის და ეკლესიის მერე ყველაზე მეტჯერ გაახარა და გააცინა ქართველები, ხო და დათუნაც არის ესეთი არაჩვეულებრივი ბიჭი, ძალიან კარგი მორაგბეა, გადაწყვიტა რომ იყოს ინჟინერი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აბარებს. ჩვენი საყვარელი ოთო ხაზალია, გადაწყვიტა რომ ისწავლოს ფინანსები და მიდის ამერიკაში, Northeastern University-ში და მე თვითონ სამჯერ ვისწავლე ამერიკაში და ვიცი მაგ ქვეყნის ასავალ-დასავალი შესაძლებლობები, მასშტაბები და გზა დაულოცოთ ოთოს და დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ოთოს აქ მიღებული დოზა ოჯახიდანაც და სკოლიდანაც ქართველ კაცობისა სრულიადაც არ შემოაკლდება და არ დაეფლანგება და ყველაზე კარგს ოთო აიღებს ამერიკაში და რაც არ არის მისთვის მისაღები არ გაიკარებს და დაგვიბრუნდება გამდიდრებული იქაური გამოცდილებით როგორც თითოეული ჩვენთაგანის ვალია. ზურიკო ბეთლემიძე გადაწყვიტა რომ მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება და ესეც ხარდასაჭერია რომ აიღოს ეგრეთ წოდებული gap year, ანუ არ ჩააბაროს, იმიტომ რომ უკეთ უნდა გაერკვეს იმაში რაც უნდა რომ გააკეთოს და დარწმუნებული ვარ რომ ზურა არ დახარჯავს ამ წელიწადს ყალთაბანდობაში და უსაქმურობაში, არამედ რაღაცას კარგს გააკეთებს, სადმე იმუშავებს, რაღაცას ივარჯიშებს და მერე გადაწყვიტავს თუ უნდა სადმე სწავლის გაგრძელება და სხვათა შორის ზურას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინდა ორიოდე სიტყვა თქვა თანამედროვეობის კიდევ ერთ სიახლეზე ან გამოწვევაზე, რომელიც დაკავშირებული არის ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაზე. მომიწია რა დაბრუნება საქმეებში და შრომაში, ეხლა ახლო კავშირი მაქვს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკებთან და ვეცნობი მას დიდი ცნობის მოყარეობით და სიჩქარე მისი შემოსვლისა ჩვენს ცხოვრებაში მართლაც გასაოცარი არის და მინდა გითხრათ, რომ ის ცვლის ყველაფერს მათ შორის უმაღლესი განათლების სისტემებსაც. ანუ აი ეს პარადიგმა, რომელშიც ჩვენ მთელმა პლანეტამ ვიცხოვრეთ გასული 100-150 წლის განმავლობაში, ახლა ძალიან დიდი სიჩქარით იცვლება. როგორი იქნება ის ბოლომდე არავინ არ ვიცით, მაგრამ აი ეს შაბლონური სტანდარტული 4-წლიანი ან 3-წლიანი თუნდაც ბაკალავრიატი და 2-წლიანი მაგისტრატურა და განსაზღვრული სფეროები პროფესიული განათლებისა, საკმაოდ აბსტრაქტული liberal arts education, ლიბერალური ხელოვნების განათლება, ჰუმანიტარული ესეთი აბსტრაქტული განათლება
იკვეცება ახლა მთელი რიგი პროფესიებისა ქრება, იმიტომ რომ აი როგორც აღარ არსებობენ დედამიწაზე საბეჭდი მანქანების მბეჭდავები, ხო, ან ტელეფონისტები, ვინც მავთულებს აერთებდნენ ტელეფონურ ცენტრებში, როცა ზარები შემოდიოდა. მთელი რიგი პროფესიებისა დიდი ალბათობით სრულად ბუნებრივად და ასევე ავტომატურად გაქრება. აღარც ბუღალტერი აღარ დაგჭირდება, აღარც იურისტი, ეს ყველაფერი იქნება ავტომატური სულ ცოტა ხანში. ალბათ აღარც ფინანსისტი და ხშირად, როდესაც ადამიანებს ესმით, მას რა უქნათ, რაღაც ეს დეპრესიული განწყობები ეუფლებათ. მე ვიცნობ ვიყავი მოწილე და მეკუთვნოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია რუსეთში. რამდენჯერმე ვიყავი ინდოეთში, ინგლისში, რომელმაც რაცი დამასანქცია ამერიკაში, ამ სფეროში და ვაკვირდებოდი რა სიჩქარით ვითარდება და ვიწროვდება სპეციალობები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. მაგრამ მინდა რომ დაგაწყნაროთ რა და გითხრათ, რომ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენ შეიძინეთ ამ სკოლაში, არის უცვალებელი, ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი მათ ვერაფერს ვერ დააკლებს. რა უნარ-ჩვევებია შვილებო ეს? ეს არის ყველაფერი ის, რისკენას თქვენ მოგიწოდებდნენ მამები ლუკა და ანდრია, იღუმენია ზოილე, პატრიარქი, აწ-პატრიარქი შიოც, როდესაც აქ ამოდიოდა, თქვენი პედაგოგები, მასწავლებლები და მეც და ვანო მასწავლებელიც და თქვენი აღზრდებიც. რა არის ეს, რა უნარ-ჩვევებია ესე? ეს არის სიალალე, სიკეთე და შრომის მოყვარეობა, უზარებლობა და ცნობის მოყვარეობა, ნდომა იმისა, რომ რაღაცა კარგი გაუკეთო საზოგადოებას, შენს ოჯახს, შენს ქვეყანას და მზაობა, რომ ამისთვის თავიც გაიწვალო, ოფლიც მოედინო, სახელოებიც დაიკაპიცო და როცა რაღაცა არ გამოგივა, არ შეგეშინდეს, ხელები არ ჩამოუშვა და იყო ლელობურთელი, იყო მეომარი, იყო ის მარადიული ქართველი, რომელმაც როგორც მამა ლუკამ გითხრათ, შექმნა და დღემდე მოიტანა ეს. აი ამ დინარის ნაწილი ხართ თქვენ, ასე რომ ნურანაირი ხელოვნური ინტელექტის მამა ნუ შეგეშინდებათ. თუ ესეთებად დარჩებით, ის ყველაფერი წამოგეწევათ, გამოგადგებათ, ან არ გამოგადგებათ, ჩაივლის, მე კიდე რაღაც სხვა მოვა, თქვენ ხართ მარადიული ქართველები, როგორებიც იყვნენ, არიან და იქნებიან. და ახლა რისთვის ვართ ჩვენ ეს საზოგადოება? ჩვენ ვოცნებობთ იმ ბედნიერ დღეზე, როდესაც საქართველო დაიბრუნებს ცხინვალსა და აფხაზეთს და როდესაც დადგება ის დღე, როცა ვიტყვით, რომ აი მოხდა, დღეს დაიბადა უფრო მეტი ქართველი, ვიდრე გარდაიცვალა. მე დღიდან ჩემი დაბადებისა მაგეთ დღეს არ მოვსწრები ვარ სამწუხაროდ და ჩვენ ვართ წითელ სიაში შეტანილი ერი და ქართული ენა არის შეტანილი წითელ წიგნში. ანუ გადაშენების გზაზე მდგომი ერების და ენების წიგნში. ერთი წამი არ შეგეშინდეთ ამითი, ერთი წამი არ დაიჯეროთ ეს და მოусმინეთ იმ სიბრძნეს, რასაც თქვენ ამ სკოლაში გასწავლიდან. იყავით ალალები, თქვენი მეუღლის ერთგულები, როცა მას დაინახავთ და მიხვდებით, როცა დაინახავთ, რომ ეს თქვენი მეუღლეა იმ ფასეულობათა სისტემაში და შექმნით მაგარი ოჯახები და გაგიმეორებთ აი ამ სახალისო არითმეტიკულ მაგალითს, რომელიც მომყავს ხოლმე, რომ აი მე და ჩემი მეუღლეს ხო ყავს 8 შვილი და დავთვალე ერთხელ, რომ თუ ჩემი შვილები 7 თაობაში დაგვიჯერებენ და საშუალოდ ესე ეყოლებათ, ჩვენს ოჯახს მე 8 თაობაში ეყოლება 2,97,000 წევრი, ხო? და თუ ერთ ოჯახს შეუძლია ესეთი შემოტრიალება, ხო წარმოგიდგენიათ რა შეუძლია ერთ საზოგადოებას, ერთ სკოლას, ერთ სამეგობროს, რომელიც ჩვენ აქ ვართ. ამიტომ საბრძოლოა ვიბრძოლოთ, საგლოვოა ვიგლოვოთ, სალოცველია ვილოცოთ, მოსათმენია მოვითმინოთ, მაგრამ აი როგორც ტურნიკებზე გასწავლიდით და რამდენჯერ მithქვავს თქვენთვის, აი ამას გაგიმეოროთ. არაფრის არ შეგეშინდეთ,
არაფერზე ხელები არ ჩამოუშვათ და იყავით ის მეომრები, რომლების სისხლიც სჩქებს თქვენს წარღვებში. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. გილოცავთ დღევანდელს.